ტერაქტები ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე. უკრაინა დიდ კორუფციულ სკანდალში. რომის პაპის ვიზიტი თურქეთში. კონსტანტინოპოლის დაცემის გეოპოლიტიკური შედეგები. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე არეულობაა. ავღანეთიდან გადმოსული რადიკალი ისლამისტები რეგიონში მომუშავე ჩინელებს თავს დაესხნენ და 5 მათგანი მოკლეს. თავდასხმები 18 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდა. ავღანეთიდან შემოსული ტერორისტები კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი. ზოგან მათ დრონებიც კი გამოიყენეს. ტაჯიკეთის ხელმძღვანელობამ ტერაქტებზე მომენტალური რეაგირება მოახდინა, მაგრამ ტერორისტებმა შეძლეს ავღანეთში დაბრუნება და მიმალვა. დღემდე გაურკვეველია, რომელმა რადიკალურმა დაჯგუფებამ მოაწყო ტერაქტები. ავღანეთის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ თალიბების რიგებიდან ამას ვერავინ ვერ გაბედავდა. ჩინეთმა კი თავის მოქალაქეებს მოუწოდა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონები დატოვონ. ფაქტით სამივე ქვეყნის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა. ტაჯიკეთი უკვე რამდენიმე ათეული წელია ავღანეთს ტაჯიკეთში ისლამური რადიკალიზმის გავრცელებას აბრალებს. ავღანეთს კი ხელს არ აძლევს ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა. მას ვინ მოაწყო ეს ტერაქტები და ვის უნდა რეგიონიდან ჩინეთის განდევნა? ექსპერტების აზრით ავღანეთში თალიბები კი მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ ისინი მთელს ქვეყანას ვერ აკონტროლებენ. მეორე ის, რომ თალიბანი ერთგვაროვანი დაჯგუფება არ არის. ის რამდენიმე სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფს შეიცავს, რომლებიც ცენტრალურ აზიაში რადიკალური ისლამის გავრცელებას ესწრაფვის. ისინი ადრე უზბეკეთსა და ყირგიზეთშიც აწყობდნენ ტერაქტებს. ეს რადიკალები ჩინეთს თავიანთ მტრად თვლიან და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ჩინეთში მცხოვრებ უიღურებს თურქულენოვან ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარ ხალხს ავიწროებს. მსოფლიო საზოგადოების საგულისხმო ნაწილს მიაჩნია, რომ ჩინეთმა მუსლიმი უიღურების ეთნოწმენდა განახორციელა. ჩინეთისთვის ეს ტერაქტები სრულიად მოულოდნელი და ერთობ არასასიამოვნო ფაქტია. ჩინეთი ცდილობს ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში გაძლიერდეს. ცენტრალურ აზიაში მისი ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებულია. ჩინეთმა მოახერხა ცენტრალურ აზიაში როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის გავლენის შესუსტება. ის რეგიონის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ახლა უკვე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებითაც ძლიერდება. ჩინეთი რეგიონის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ტაჯიკეთსაც დიდ ყურადღებას უთმობს. შარშან ტაჯიკეთს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ეწვია და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებში ჩინეთი ტაჯიკეთს არამხოლოდ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც მხარში ამოუდგება. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტაჯიკეთში წელიწადში ორჯერ ჩატარდება საერთო სამხედრო და ანტიტერორისტული წვრთნები. პეკინმა ასევე ურთიერთობა განამტკიცა ქაბულთან. ავღანეთიდან ამერიკის გასვლის შემდეგ თალიბების მთავარი პარტნიორი ჩინეთი გახდა. ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბები აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ჩინეთი დაინტერესებულია ავღანეთის წიაღისეულითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით. მათი აზრით, ავღანეთმა ამ რთული რეგიონის შემკვრელი როლი უნდა ითამაშოს. რაც შეეხება ვაჭრობას, აქ ყველაფერი კარგადაა აწყობილი. ოფიციალური მონაცემებით ავღანეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ირანისა და პაკისტანის შემდეგ ჩინეთი გახდა. 2023 წელს ჩინეთმა თალიბებთან წიაღისეულის მოპოვებაზე ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით
ჩინურმა კომპანიებმა ავღანეთში ნავთობისა და სპილენძის მოპოვება დაიწყეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქ შედარებით რთულადაა საქმე. როგორც ჩანს, თალიბები მაინც ეჭვის თვალით უყურებენ ჩინელებს და ბოლომდე არ ხსნიან ურთიერთობის გზებს. ჩადენილმა ტერაქტებმა კი აჩვენა, რომ ეს რეგიონი მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ფეთქებად ადგილად რჩება. უკრაინა კორუფციულ სკანდალებში ჩაეფლო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ეგრეთ წოდებულმა ნაბუმ უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომთან დაკავშირებული გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ მაღალი თანამდებობისა და მძლავრი გავლენის მქონე პირები ხსენებული კომპანიის გავლით დიდძალ ფულს ათეთრებდნენ. ფინანსური მაქინაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი ტიმურ მინდიჩი აღმოჩნდა, რომელიც თურმე ბოროტად იყენებდა პირად გავლენას და მის მიერ შექმნილ კორუფციულ სქემაში ხვევდა უკრაინელ თანამდებობის პირებს. უკრაინაში რომ კორუფციამ ღრმა და მსხვილი ფესვები გაიდგა, ახალი ამბავი არ არის. დაწყებული ბაიდენის პრეზიდენტობის დროიდან დასავლეთი უკრაინას ამ პრობლემაზე თითქმის ყოველდღე მიუთითებდა. უკრაინის შიგნითაც და მის საზღვრებს გარეთაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მთელი უკრაინა კორუფციულ გარიგებაში იყო გახვეული. ამის მიუხედავად ნაბუს გამოძიების მასალებმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სკანდალის გამო გამოწვეული კრიზისის განეიტრალება პირადად ქვეყნის პრეზიდენტს მოუწია. ზელენსკიმ თანამდებობიდან 2 მინისტრი გაათავისუფლა. ბიზნესმენმა მინდიჩმა ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო, მაგრამ უკრაინის მთავრობამ მას სანქციები დააკისრა. თითქოს ყველაფერი ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, სკანდალი ჯერ არ ჩამცხრალა. 28 ნოემბერს ნაბუმ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ერმაკისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ ჩხრეკამ ზელენსკისა და ერმაკის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. მოგვიანებით ერმაკმა თანამდებობა დატოვა. ეს კი უკვე ძალიან სერიოზული საქმეა, რადგან ერმაკი უბრალო პოლიტიკოსი არ არის. მას უკრაინის რუხ კარდინალს უწოდებენ. ერმაკს ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა 5 წლის განმავლობაში ეკავა. მას უკრაინაში ბევრი აკრიტიკებდა. ჯერ რუსეთის აგენტობაში, მერე კი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. და მაინც ყოველთვის უკრაინის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირად რჩებოდა. უკრაინის მასმედიის თქმით, ერმაკი ზელენსკის მარჯვენა ხელი იყო. საგარეო საქმეები იყო თუ საშინაო პრობლემები, ერმაკი ყველაფერში მონაწილეობდა. ახლა ეტყობა ზელენსკი მარტო დარჩა. ერმაკისნაირი ერთგული და ყოვლის შემძლე კაცი მის გარემოსვაში არავინაა. ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლება უკრაინასა და დასავლეთში ბევრს გაეხარდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზელენსკის გვერდით აღარ ეყოლება ასეთი ძლიერი, გავლენიანი, ქმედით უნარიანი და გამჭრიახი ფიგურა. გარდა ამისა, ერმაკის წასვლის გამო ზელენსკის ძალაუფლების გაზიარება პრემიერ-მინისტრ სვირიდენკოსთვის მოუწევს. ერმაკის წასვლით პარლამენტის გავლენაც მოიმატებს. თითქოს ეს ყველაფერი პოზიტიური რამაა, მაგრამ ქვეყანა უკვე 3 წელია დიდ ომშია ჩართული. ბრძოლისა და დიპლომატიურ ველზე ქვეყანა დიდი ზეწოლის ქვეშაა. ფრონტზე რუსეთი უტევს დიდი ძალით. საერთაშორისო ველზე კი უკრაინას ტრამპის ზეწოლა აწუხებს. ტრამპს კონფლიქტის ჩქარა მოგვარება სურს, რაც ორივე მხრიდან დიდი დათმობების გარეშე ვერ ხერხდება. დათმობაზე წასვლა კი არც ერთ მხარეს არ სურს. სწორედ ახლა სჭირდება უკრაინას წელგამართული
და სკანდალებისგან თავისუფალი მთავრობა. ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული კითხვის პასუხზე. იცოდა თუ არა ზელენსკიმ რამდენად ღრმად იყო მისი გარემოცვა კორუფციის ჭაობში ჩაფლული. ჯერჯერობით დასავლეთი ამ საკითხის გარკვევას არ ჩქარობს, რადგან იცის რომ თუ ზელენსკი დაეცემა, უკრაინის მთელი სისტემა ჩამოიშლება და რუსეთი გაიმარჯვებს. დასავლეთი ცდილობს აუხსნას ზელენსკის, რომ მას მათი ნდობის მანდატი ეწურება. ახლა უკრაინის პრეზიდენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მან უნდა გამოიჩინოს კრიზის მენეჯერის უნარები და გარდაქმნას ქვეყნის მართვის ეს მანკიერი სქემა. რომის პაპი ლეო მე-14 თურქეთს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ის ჯერ ანკარას ეწვია, სადაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს შეხვდა. შემდეგ სტამბულში ჩავიდა და კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე მოინახულა. ვიზიტი ნიკეის კრების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. შეგახსენებთ 325 წელს ქალაქ ნიკეაში, რომელიც დღეს თურქეთის ქალაქი იზნიქია, პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მოიწვია. ნიკეის კრებაზე ჩამოყალიბდა ოფიციალური ქრისტიანული მრწამსი და კანონები. რომის პაპს არჩევის პირველივე დღიდან სურდა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ურთიერთობა ვატიკანსა და თურქეთს შორის რბილად რომ ვთქვათ, გართულდა. ცნობილია, რომ ერდოღანი თურქეთის ისლამიზაციის პოლიტიკას ატარებს, რის გამოც თურქეთში ქრისტიანული უმცირესობის უფლებები იბღალება. ცნობილმა კონსერვატულმა ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპული სამართლისა და სამართლიანობის ცენტრმა თურქეთში ქრისტიანების დევნის შესახებ საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. მე-20 საუკუნის თურქეთში ქრისტიანული მოსახლეობა 25%-დან 0.4%-მდე შემცირდა. ეს თითქმის სრული გაქრობაა, რაც განპირობებულია არა იმდენად ისტორიული ცვალებადობით, რამდენადაც გენოციდების, დეპორტაციებისა და შესაბამისი ეთნიკურ-რელიგიური პროგრამების განერგვით, ნათქვამია ანგარიში. ერდოღანის მმართველობაში ქრისტიანული მოსახლეობის შევიწროება შესამჩნევად გაძლიერდა. თურქეთის მთავრობა მუდმივად ამკაცრებს კანონებს ქრისტიანული რელიგიის მიმართ. ცდილობს შეავიწროს ქრისტიანი სასულიერო პირების მოღვაწეობა, მაგალითად, ევროპელ სასულიერო პირებს არ აძლევს ბინადრობის უფლებას და მათ დეპორტაციებს ახორციელებს. 2020 წელს 200 ქრისტიანი გააძევეს ქვეყნიდან. ერდოღანის პარტია არც მალავს, რომ თურქეთში ჩასულ ქრისტიან სასულიერო პირებს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ საფრთხედ მიიჩნევს. ასევე ხშირად ხდება ქრისტიანული ობიექტების დახურვა. ახალი ობიექტის გახსნის უფლებას კი მთავრობა არავის არ აძლევს. ერდოღანის ბრძანებით მოხდა ქრისტიანობის სიმბოლოს აია სოფიის კვლავ მეჩეთად გადაკეთება. თურქეთის ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს ჰალკინის სასულიერო სემინარიის გახსნაზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ დახურა. სწორედ ეს საკითხი განიხილეს თეთრ სახლში ერდოღანის ვიზიტის დროს. მაშინ ერდოღანი ტრამპს შეპირდა, რომ პრობლემით დაინტერესდებოდა, მაგრამ როგორც ევროპული მასმედია იუწყება, ამ საკითხის გადასაწყვეტად ერდოღანს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ახლა რომის პაპი ჩაერთო ამ საქმეში. ერდოღანმა თითქოს თბილად მიიღო რომის პაპი და იმედი გამოჩნდა, რომ ამიერიდან ანკარა უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებს თურქეთის ქრისტიანული სათვისტომოს მიმართ. სტამბული, რომელიც არსებობის 3000 წლეულს ითვლის, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ტერიტორიულად ევროპასაც ეკუთვნის და აზიასაც. ისტორიულად ის
არაერთი ცივილიზაციის საყრდენი ადგილი იყო და სახელიც ბევრჯერ აქვს შეცვლილი. ძველ ბერძნებმა ქრისტეშობამდე 660 წელს მას ბიზანტიონი დაარქვეს. ზუსტად 330 წლის შემდეგ რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიონი რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქად გადააქცია და კონსტანტინოპოლი უწოდა, რომელიც სილამაზითა და მნიშვნელობით რომს არ ჩამოუვარდებოდა. კონსტანტინოპოლში ულამაზესი სასახლეები და ტაძრები აშენდა, მათ შორის ნამდვილი არქიტექტურული მარგალიტი, მართლმადიდებლური ბაზილიკა აია სოფია, ანუ ღვთიური სიბრძნის ტაძარი. 12 საუკუნის მანძილზე კონსტანტინოპოლი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. აღმოსავლელი მბრძანებლები და დასავლელი მონარქები ერთნაირად ოცნებობდნენ მის ხელში ჩაგდებაზე. სტამბულს უტევდნენ ჰუნები, ავარები, სპარსელები, არაბები, სლავები, პეჩენიგები და ჯვაროსნებიც კი, რომლებმაც 1206 წელს ამ დიდებული ქალაქის აღება და გაძარცვა მოახერხეს, მაგრამ ამით ბიზანტიის იმპერია არ დაცემულა, თუმცა ნელ-ნელა სუსტდებოდა და მიწებს კარგავდა. 1453 წელს, როცა კონსტანტინოპოლი დაეცა, ბიზანტია აღარ იყო იმპერია. მას მხოლოდ კონსტანტინოპოლი და მის ირგვლივ არსებული მიწები ეკავა. ჩანდა, რომ ბიზანტიური ცივილიზაცია სულ ზღაფავდა. მის მიწებზე კი ოსმალეთის იმპერიის სახით ახალი ცივილიზაცია და სახელმწიფო იკრებდა ძალას, რომელსაც მე-15 საუკუნის დასაწყისში თითქმის მთელი ბიზანტია, საბერძნეთის ნაწილი და ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკავა. ოსმალებს მხოლოდ კონსტანტინოპოლი ჰქონდათ ყელში გაჩხერილი. ოსმალეთის ბევრი მმართველი ცდილობდა მის აღებას, მაგრამ კონსტანტინოპოლის მძლავრი კედლები და გამაგრებული ზღუდეები უშლიდა მათ ხელს. 1451 წელს ოსმალეთის ტახტზე მეჰმედ მეორე ავიდა. ახალმა სულთანმა მმართველობის პირველივე დღიდან დაიწყო კონსტანტინოპოლის ასაღებად მზადება. მაშინ კონსტანტინოპოლში ტახტზე ბიზანტიის ბოლო იმპერატორი კონსტანტინე მე-11 პალეოლოგოსი იჯდა, რომელიც გრძნობდა, რა საფრთხე ემუქრებოდა კონსტანტინოპოლს ოსმალებისგან. ამიტომ მთელს ქრისტიანულ სამყაროს თხოვა შველა, რომელმაც ბიზანტიას ზურგი აქცია. ზოგი სხვა ომში იყო ჩაბმული და ამიტომ ზოგს უბრალოდ ხელსაძლებდა ბიზანტიის დაცემა. აღსანიშნავია, რომ იმპერატორმა კონსტანტინემ დახმარებისთვის საქართველოსაც მიმართა. მაშინ საქართველოს მეფე გახლდათ გიორგი მერვე, რომელმაც კონსტანტინეს ელჩები დიდი პატივით მიიღო და დახმარებაც აღუთქვა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო რეალური დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. ბიზანტიის მიმართ ზურგის შექცევაში დიდი როლი ითამაშა ქრისტიანულ სამყაროში საეკლესიო განხეთქილებამ, რომელიც მაშინ ორ ნაწილად იყო გაყოფილი: დასავლეთით კათოლიკეები და აღმოსავლეთით მართლმადიდებლები. რომის პაპმა კონსტანტინეს ულტიმატუმი წაუყენა: დახმარება იქნება, თუ ბიზანტია კათოლიკური გახდებაო, რაზეც ბიზანტიელები არ დათანხმდნენ. 1453 წლის იანვარში, როცა კონსტანტინოპოლს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, ქალაქის დასაცავად რამდენიმე ევროპული სამხედრო ძალა გამოჩნდა. გენუადან 400 მებრძოლი ჩამოვიდა, ცნობილი მეომრის ჯოვანი ჯუსტინიანის სარდლობით. მცირე ზომის ჯარი გაგზავნეს კატალუნიელებმა და ვენეციელებმა. კიეველმა კარდინალმა ისიდორემ პაპის დაფინანსებით კონსტანტინოპოლში 200 მშვილდოსანი გაგზავნა. მთლიანად კონსტანტინოპოლის დასაცავად 7000 კაცი შეგროვდა, აქედან 2000 უცხოელი. კონსტანტინოპოლის მოსახლეობა მაშინ 50000-მდე იყო. 1452 წლის ბოლოს მეჰმედ მეორემ კონსტანტინოპოლის აღების კამპანია წამოიწყო, რისთვისაც კარგად მოემზადა.
ამ დროისთვის ოსმალეთის არმია ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ძალა იყო და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. ალყამდე ერთი წლით ადრე მეჰმედის ბრძანებით ოსმალებმა ბოსფორის ევროპულ მხარეს რუმელის ციხესიმაგრის მშენებლობა წამოიწყეს, რომელიც ანატოლიის ციხესიმაგრის მოპირდაპირე მხარეს იყო. ამ ორმა ციხესიმაგრემ კონსტანტინოპოლს შავ ზღვაზე გასასვლელი მოუჭრა. დარდანელის სრუტეს ისედაც ოსმალები აკონტროლებდნენ. ამგვარად კონსტანტინოპოლი ზღვის მხრიდან ბლოკადაში აღმოჩნდა. აღდგომის შემდეგ 5 აპრილს კონსტანტინოპოლს თითქმის ყველა მხრიდან მეჰმედი 80,000-იანი არმიით მიუახლოვდა. ოსმალებმა კონსტანტინოპოლის კედლების გასწვრივ ქვემეხები განათავსეს. მეჰმედს ზარბაზნების ჩამოსხმის საქმეში ევროპელი მრჩევლები ჰყავდა, მათ შორის ვინმე ურბან უნგრელი. მისი ერთ-ერთი ქვემეხი ბასილიკი ყველაზე გამორჩეული იყო. ის 600 ფუნტზე მძიმე ქვის ჭურვებს ისროდა. დღეში მხოლოდ 7 გასროლის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქალაქის კედლებს. 6 აპრილს ოსმალებმა ქალაქს ზარბაზნებიდან გაუხსნეს ცეცხლი და ერთ-ერთი კარიბჭის კედლები დაანგრიეს. მეორე დღეს მსუბუქი არარეგულარული ჯარებითა და მოხალისეებით სცადეს კონსტანტინოპოლში შეჭრა, რაც მარცხით დასრულდა. ზღვის მხრიდან ვენეციელები და გენუელები გემებით იგერიებდნენ ოსმალეთის ფლოტის შეტევებს. ამ პატარა გამარჯვებებმა დიდად გაამხნევა კონსტანტინოპოლის მოსახლეობა. არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ქალაქის დაცვაში არ მონაწილეობდა. კონსტანტინეს ბრძანებით უცხოელი ჯარისკაცები თავისი სამშობლოს დროშის ქვეშ იბრძოდნენ, რათა ოსმალებისთვის ეჩვენებინათ, რომ კონსტანტინოპოლს ევროპა იცავდა. ოსმალებმა მაისის ბოლომდე ათეულობით შეტევა განახორციელეს, მაგრამ წარუმატებლად. გამწარებულმა სულთანმა ბიზანტიის იმპერატორს და მის ჯარს დანებება სანაცვლოდ კი თავისუფლება შესთავაზა. იმპერატორმა და მისმა ჯარმა იცოდა, რომ შეტევებს მუდმივად ვერ გაუძლებდნენ და რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალაქს მტერი აიღებდა. და მაინც კონსტანტინემ და ქალაქის მცველებმა სულთანის შიკრიკები ვარით გაისტუმრეს. დგებოდა შერკინების ბოლო დღე. 1453 წლის 28 მაისს დილით აია სოფიაში მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა საერთო წირვა-ლოცვა აღავლინეს. მომდევნო ღამის 2 საათზე, ანუ 29 მაისზე რომ თენდებოდა, საბოლოო შერკინება დაიწყო. ოსმალებმა ყველა მხრიდან შეუტიეს ქალაქს. ზარბაზნებით ქალაქის ერთი კედელი გაანგრიეს და ქალაქში შეიჭრნენ. მალე კონსტანტინოპოლი ოსმალების ხელში აღმოჩნდა. სულთანის თანხმობით ოსმალებმა გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი. გადარჩენილი მოსახლეობა კი მონებად აქციეს. საშინლად დაზარალდა დიდრული მართლმადიდებლური ტაძრები, თუმცა ქალაქის ცენტრში არსებული წმინდა მოციქულთა ეკლესია გადარჩა. სულთანი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გეგმავდა. ბრძოლაში ბიზანტიის ბოლო იმპერატორი კონსტანტინე და მისი ქალაქი დაეცა, ანუ აღმოსავლეთის უდიდესი ისტორიული, კულტურული, სამხედრო და სავაჭრო ბასტიონი დაეცა. კონსტანტინოპოლის დაცემამ საშინელი დარტყმა მიაყენა ევროპას, რადგან ოსმალთა იმპერია, რომელიც ბიზანტიის მოსპობის შემდეგ აღორძინდა და გაძლიერდა, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ექსპანსიური პოლიტიკის გატარება შეუდგა. რაც შეეხება საქართველოს, ამ ფაქტმა მისი ისტორია თავდაყირა დააყენა, რადგან აღარ არსებობდა გზა, რომელიც საქართველოზე გადიოდა, დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდა და ქვეყანას გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაწილის ფუნქციას ანიჭებდა. მსოფლიო პოლიტიკური რანგის ქვეყნიდან საქართველო მცირე რეგიონული რანგის ქვეყნად იქცა, რომლისადმი ინტერესი მომდევნო საუკუნეებში მხოლოდ ირანს,
თურქეთსა და მოგვიანებით რუსეთს გაუჩნდა. ამიტომაც ჩაიწერა ქართლის ცხოვრების მატიანეში და ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი მას ჟამს დაბნელ და მზე. კონსტანტინოპოლის დაცემას მთელი ქრისტიანული სამყარო გლოვობდა. მუსლიმანური სამყარო კი ზეიმობდა. მალე კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა და მას სტამბოლი ეწოდა. 29 მაისს თურქეთში დღემდე ზეიმობენ. ამჯერად სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.